გამარჯობათ. თქვენ უსმენთ mindset მინდია გაბიჩვაძესთან, მე ვარ მინდია გაბიჩვაძე. და დღევანდელი გადაცემისთვის რო ვემზადებოდი, მინდოდა პირველად გამეზიარებინა ის ფაქტორი, რომ ამას ეს საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. პირადად ჩემთვის, ჩემ პროფესიაშიც, ეს არის საკითხი, რომელმაც არ იცის კულტურა, არ იცის სოციალური სფერო, არ იცის სქესი და ზოგჯერ სხვათა შორის არც კი იცის ასაკიც კიდევაც. ეს არის ნივთიერების გამოყენება, ალკოჰოლიზმი და დამოკიდებულება მათზე. მაგრამ სანამ კვლევაზე და მკურნალობაზე, პოლიტიკაზე ან ნეირომეცნიერებაზე ვისაუბრებ, როგორც ყველა სხვა ეპიზოდშიც, ასევე მინდა აქაც დავიწყო პირადი გამოცდილებით. ნივთიერებების დამოკიდებულება და ალკოჰოლიზმი არის სწორედ ერთ-ერთი ის სფერო, რამაც მივიყვანა ფსიქოლოგიაში. მე გავიზარდე 80-იან წლების საქართველოში და როგორც ბევრ თქვენგანს ალბათ ახსოვთ, ეს დიდი პრობლემა იყო მაშინ საქართველოში და როგორც მესმის, ეხაც კი პრობლემაა. ეს მარტო საქართველოში არა, ყველგან. და ჩემს გვერდზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩუმად იტანჯებოდნენ. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც გარედან თითქოს იდეალური ცხოვრება ჰქონდათ. ჰქონდათ სტაბილური კარიერა, სახლი, პატივისცემა, ოჯახი, მაგრამ დახრულ კარის მიღმა ისინი ძალიან დიდ კივილში იყვნენ. ესენი იყვნენ ძალიან კეთილი, გულუხვი, ნამდვილი სიყვარულის მქონე ადამიანები, რომლებიც მე ძალიან მიყვარდა და დღემდე ისინი ძალიან მიყვარს. სულ მიკვირდა ერთი ფაქტორი, რომ როგორც სწრაფად ეს ჩემი საყვარელი ადამიანები გადადიოდნენ რაღაც იარლიყებად, იქცეოდნენ რაღაც იარლიყებად, როცა მათი ხმარების ინფორმაცია გარეთ გამოდიოდა განსაკუთრებით მეზობლებში და იქ უბანში. და ეს იყვნენ ადამიანები, ვინც ამათ აკრიტიკებდა, ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ვიცოდი, რომ იმათ არ იცნობდნენ. ძალიან ხშირად მესმოდა ფრაზები, რომ რატომ ვერ წყვეტენ, რა სუსტები არიან, რა უპასუხისგებლოები არიან, როგორ არ ცხვენიათ. ერთი რაღაცა ნამდვილად ვიცოდი, რომ ისინი არც ერთი ეს იარლიყები არ იყვნენ. გაურკვევლობა ჩემში იყო იმაზე, თუ ეს ადამიანები ასეთი მოსიყვარულები და გონიერები არიან, რატომ ხდებოდნენ თითქოს ნაკლებ ადამიანებად იმ წამს, როცა ეს პრობლემა ხილული გახდებოდა. და მაშინ მივხვდი, რომ რაღაც სფერო, რაღაცა ხდებოდა ამ სფეროსთან დაკავშირებით, რომ იყო ძალიან სტიგმატირებული და იყო ძალიან დამალული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს ან ჩვენს ირგვლივ ეს აწუხებდა, მაინც იყო სიში ამასთან დაკავშირებით. როცა ამერიკაში ჩამოვედი, ბევრი რამ არ შეიცვალა. ზუსტად იგივე მდგომარეობა იყო, როცა მე ინტეგრაცია გავაკეთე ამ ქვეყანაში და გავიცანი სხვა კულტურის, სხვა ერის ხალხი. მივხვდი, რომ ის იყო სხვა საზოგადოება, სხვა კულტურა, მაგრამ იგივე ტკივილი და იგივე განსჯა არსებობდა ამ ხალხშიც. დიდი ხანი ეს გაურკვევლობა ჩემში გრძელდებოდა, სანამ ფსიქოლოგიის სფეროში შევედი. და ის ზუსტად ფსიქოლოგიამ ყველაფერი ნელ-ნელა დაალაგა და აზრი შემიქმნა და აზრი გამოიტანა ამ სფეროსთან დაკავშირებით. ეს აზრი არ იყო ის, რომ პასუხისგებლობა გაუქმდა ამ ადამიანების მიმართ, ან ის ტკივილი გაუქმდა ეს ადამიანები, რასაც თავის ოჯახის წევრებს აყენებენ, ან რაც მოაქვთ. არამედ უბრალოდ ახსნა აღმოვაჩინე, ახსნა გამოჩნდა, რომ რა იყო ნივთიერების გამოყენება და ალკოჰოლიზმი. თეორიამ და კვლევებმა დამანახეს, რომ ნივთიერების გამოყენება არ არის მორალური ჩავარდნა ან ხასიათის ადამიანის სისუსტე. არამედ ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის ღრმად დაკავშირებული ტრავმასთან, ნეირობიოლოგიასთან და გარემოსთან. მე ჩემო პროფესიამ არა მარტო მასწავლა, არამედ სამუდამოდ შემცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მქონია პრივილეგია იმისა, რომ გამეცნო ადამიანები, რომლებიც ისეთ ბრძოლებს აწარმოებდნენ ამ ტკივილთან და ამ გარემოსთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი ნებისმიერი ჩვენთაგანის უმეტესობა ჯერ ვერ ხედავს და დარწმუნებული ვარ, ვერც კი შეძლებს.
ძალიან ხშირად ეს ადამიანები მარტო ცდილობდნენ, რომ შეეწყვიტათ ეს გამოყენება და ძალიან ბევრი მათგანი უკან ბრუნდებოდა გამოყენებაში. და ეს არ ხდებოდა იმიტომ, რომ ისინი არ უნდოდათ ან სუსტები იყვნენ. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მათი ნერვული სისტემა უკვე ძალიან იყო დატყვევებული და უბრალოდ ძალა და გარემო არ ჰქონდათ იმისა, რომ ბრძოლა გაეგრძელებინათ. კვლევა და პრაქტიკა ასევე დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია დისტიგმატაცია ამ სფეროში, როგორ არის მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ ორიენტირებული მიდგომა, რასაც განვიხილავ დღეს, და ეს განსაკუთრებით საჭიროა, რომ ისინი გადაურჩნენ ამ ავადმყოფობას. და როგორ არ კურნავს სირცხვილი დამოკიდებულებას, ის პირიქით უფრო აძლიერებს. დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ გაგიკვირდა ალბათ ეხა სიტყვა ავადმყოფობა რო ვიხმარე. ეს ჩემი პირადი შეფასება არ არის. ეს ამ სფეროს თითქმის ყველა სპეციალისტი იგივეს გეტყვის. და იმედია მე დღევანდელი შეხვედრით გაგიზიარებ და დაგანახებ, რატომ უყურებს ამ ასეთ შეფასებას ყველა სპეციალისტი. ჩემი მიზანია ისე მოგაწოდო ინფორმაცია, რომ შეძლო რამე ახალი დაინახო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა გაგიზიარო ინფორმაცია, რომ აღარ შევხედოთ ნივთიერების გამოყენების აშლილობის მქონე ადამიანებს, როგორც უძლურებს ან უპასუხისმგებლოებს. და დავიწყოთ მათი დანახვა, როგორც წარმოუდგენლად ძლიერ ადამიანებად, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა, უსაფრთხოება, ზრუნვა, სტრუქტურა და თანაგრძნობა. და რაც არ სჭირდებათ მათ, ეს არის განსჯა. რამდენიმე თქმის წინ გავიგე, რომ საქართველოში ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობარს ნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემა შეექმნა და ამასთან დიდი ბრძოლა თუმი აქვს წლების განმავლობაში. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ახლო პიროვნება. ზუსტად ეს ეპიზოდი, ეს საუბარი მინდა მას მიუძღვნა. და ასევე ყველა იმ ადამიანს ჩემ ცხოვრებაში, ვინც ნდობა გამომიცხადა და თავისი ისტორია გამიზიარა. ამ ადამიანებმა მე დამანახეს, რას ნიშნავს ნამდვილი გამძლეობა. რა ფასად მოდის გადარჩენა და რამდენი სიმამაცია საჭირო უბრალოდ სუნთქვისთვის და ცხოვრების გასაგრძელებლად. მოდი დარჩით ჩემთან, რომ დავინახოთ ეს ყველაფერი ერთად. მაგრამ ერთ რაღაცას გარწმუნებ, რომ დღევანდელი საუბარი და დღევანდელი ეპიზოდი არ არის ნივთიერების გამოყენების წახალისება ან ზიანის გამართლება. ასევე არ არის იმ ტკივილის იგნორირება, რასაც დამოკიდებული ადამიანი ოჯახებს და საზოგადოებას აყენებენ. მე მინდა მხოლოდ სიმართლის გაზიარება კვლევასთან და თეორიასთან დაკავშირებით. სიმართლის ნივთიერების გამოყენების აშლილობის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური რეალობის შესახებ. სიმართლე მინდა გაგიზიარო იმ ტკივილის აღიარებაზე, რომელსაც ადამიანები განიცდიან დამოკიდებულებამდე და ასევე მის შემდეგ. თუ მზად ხარ, მოდი დავიწყოთ პირველი, რა არის დამოკიდებულება. რადგან ყველაფერი აქედან იწყება. სიტყვა დამოკიდებულება ძალიან ხშირად მარტივად არის გამოყენებული საზოგადოებაში. უმრავლესობა გვითქვია ან ვამბობთ ამ ადამიანებზე, რომ აქვთ პრობლემა, ჩაეფლო რაღაცაში, დამოკიდებულია, ძალა აღარ აქვს. პროფესიულად სხვათა შორის დამოკიდებულება, სიტყვას გამოკიდებულებას აქვს კონკრეტული მნიშვნელობა. ეს ნიშნავს, რომ ტვინი და სხეული მორგებულია ნივთიერებას. და ეს ნივთიერება აღარ არის უბრალოდ გამოყენება. ის უკვე გახდა ორგანიზმისთვის მომთხოვნადი და გადასარჩენი. დამოკიდებულება ძალიან ხშირად სხვადასხვა საფეხურით იწყება. ხშირად არის, რომ იწყება ფიზიკურად. სხეული ეჩვევა ქიმიურ ზემოქმედებას
და შეწყვეტისას ჩნდება პრობლემები. ზოგჯერ ეს ფსიქოლოგიურია. ადამიანი იწყებს რწმენას, რომ ამის გარეშე, ნივთიერების გარეშე ვერ დამშვიდდება. ამის გარეშე ვერ დაიძინებს. ამის გარეშე ვერ გადაიტანს იმ ტკივილს, ან გაუძლებს ტკივილს, რასაც გრძნობს. ამის შემდეგ ყოველთვის მოყვება ქცევითი პერიოდი. რომ ისინი იგივე დროს იყენებენ, იგივე გარემოს ქმნიან, იგივე ადამიანებთან არიან ირგვლივ, იგივე ემოციური ტრიგერები უჩნდებათ. და ერთ დღეს უკვე ეს ხდება დიდ სისტემად. ეს სისტემა არის ორგანიზმში, ორგანიზმის შეცვლით და ეს სისტემა ასევე ცვლის ტვინს. სისტემა ასევე მათ მთელ ცხოვრებას ცვლის. და დამერწმუნე რომ სისტემის მარტო ნებისყოფა ვერ დაანგრევს სისტემას. და ეს ჩაფლულობა და მარტივი პრობლემა უკვე აღარ არის. კაი, ეს ყველაფერი მარტივად ახსენი, რომ დამოკიდებულება რა არის, მაგრამ ყოველთვის ისმება ეს შეკითხვა, რომ რატომ ხდება ადამიანი დამოკიდებული? რატომ აირჩია ადამიანმა ეს გზა? თითქმის ყველა კვლევა და თეორია გვაჩვენებს, რომ ეს იშვიათად ან არასდროს არ იწყება უბრალოდ არჩევნით. თითქმის ყოველთვის ეს იწყება ტკივილით, შინაგანი ტკივილით. კვლევები ასევე აჩვენებენ, რომ დამოკიდებულების რისკს ზრდის რამდენიმე ფაქტორები. აი მაგალითად, როგორიც არის ბავშვობის ტრავმა, ქრონიკული სტრესი, ფსიქიკური ან ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები ზოგჯერ, სოციალური იზოლაცია და ზოგჯერ გენეტიკური წინასწარ-განწყობაც არის ჩაფლული ამაში. რაც არის საერთო ყველა ამ ადამიანებში, ყველა кейსში არის ის, რომ რაღაც მომენტში ნივთიერება აღმოჩნდა საშუალება, რომელმაც დროებით შეამცირა ტკივილი, ან შფოთვა, ან სიცარიელი ამ ადამიანებში. და ნივთიერება, ზუსტად ეს ნივთიერება, გახდა კურნალობის გზა. მაგალითად, ალკოჰოლი აჩერებს ფიქრებს. ოპიოდები აყუჩებენ ტკივილს, როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ ტკივილს. სტიმულანტები დროებით ენერგიას გაძლევენ. ტკივილის გაჩერება და შვება, ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმებით, ყველა ჩვენთვის სასურველი ფაქტორია, ყველა ჩვენთვისთვის. და ზუსტად აი ამას ცდილობენ ეს ადამიანები, რომ ტკივილი შეამცირო. რა ხდება ბოლოს, ეს უკვე პრობლემაა. მაგრამ ჩვენ რატომღაც არასდროს არ უყურებთ, საიდან რატო დაიწყო. ყოველთვის ვხედავთ შედეგს და ადამიანს არ ვანსხვავებთ ამ შედეგიდან. მინდა გაგიზიაროთ ერთი ისტორია ამასთან დაკავშირებით და უფრო კარგად მინდა ეს დაგანახოთ, რას გულისხმობ, რომ ეს არჩევანი არ არის. ლოს-ანჯელესში მუშაობდი ერთ ოჯახთან, სადაც მამა იყო და არის გავლენიანი და წარმატებული ადამიანი ჰოლივუდში. მე მის შვილთან მუშაობდი, რომელსაც ნივთიერების გამოყენების პრობლემა ჰქონდა და ამ პერიოდში სახლში აღარ ცხოვრობდა, ეს უკვე ქუჩაში ცხოვრობდა იმ ადგილას, სადაც ხალხს ვისაც ეს პრობლემა აქვს, იკრიფებიან და სადაც ესენი არიან. ერთხელ გადაწყვიტა, რომ თავის ოჯახთან ერთად ოჯახური შეხვედრა შეგვექმნა, რადგან რაღაც პრობლემები იყო, უფრო გართულებული პრობლემები გაჩნდა მათ შორის. მამა ფაქტიურად არავის არ გვისმენდა, მithumetes თავის შვილს არ უსმენდა და მუდმივად ერთი და იგივე სიტყვას ხმარობდა და რაღაც ესეთ გაღიზიანებული და ცოტა ისეთ სახე ჰქონდა. და ყოველთვის იმეორებდა ამ რამდენიმე სიტყვას, რომ მან ეს აირჩია, ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, შეძლებდა შეწყვეტას თუ უფრო მოინდომებდა, მაგრამ არ უსმენდა არასდროს ბავშვილი რა პასუხს აძლევდა. ფაქტიურად არ უსმენდა და არც კი აინტერესებდა ის რას ყვებოდა. ამ პერიოდში მე გადავწყვიტე, რომ რამდენიმე კითხვა დამესვა მისთვის და პირველი დავიწყე იმით, რომ შევეკითხე, რომ ჩემთვის გაეზიარებინა თავის ცხოვრების შესახებ, მოეყოლა თვითონ თავის შესახებ.
გაურკვეველმა შემომხედა, რომ რას ვერ გაიგო, რას ვეკითხებოდი და მე ვთხოვე, რომ უბრალოდ მომიყევი შენი ყოველდღიური რუტინების შესახებ. აი, მაყოფილი ხარ თუ არა შენი ცხოვრებით, რა ხდება? აი, თუნდაც დღეს. ან გუშინ, როგორი იყო შენი დღე? რა გააკეთე? ცოტა დაბნეული იყურებოდა, მაგრამ მომიყვა. დაიწყო მოყოლა, რომ როგორ უყვარს მით უმეტეს გაზაფხულის პერიოდში, დილას ლოს-ანჯელესში რომ გაიღვიძებს, რომ გამოდის თავის გაზეთს გამოიტანს, თავის ყავას გაიკეთებს, გამახულა ყურადღება, რომ მხოლოდ ეთიოპიური ისენი რა ქვია, მარცვლების ყავა უნდა იყოს სახლში, რომ გადახედავს თავის ეზოდან როგორ ჩანს ჰოლივუდი და თუ კაი ამინდია, თუ გაწმენდილია, ოკეანით შეუძლია დაინახოს. მე როგორ ემზადება, რომ ან ტენისის სათამაშოდ მიდის, ან გოლფის სათამაშოდ მიდის თავის მეგობრებთან. მე შხაპს მიიღებს და გაემზადება სამსახურში და მე სტუდიოში მიდის, როგორ უყვარს თავისი ცხოვრება, მაგრამ ეს პერიოდში გაჩერდა და ისევ დაბნეული შემომხედა. რატომ მეკითხები ესეთ რაღაცას, მაინც ვერ გავიგერო. და მე დაუბრუნე შემდეგი შეკითხვით, ეს პასუხი. მე მაგალითად მევთხარი ხვალდილით რომ გაიღვიძებ. იმ არჩევანს თუ გააკეთებ, რომ ამ ყველაფერზე უარი თქვა და ქუჩაში გადახვიდე საცხოვრებლად. კიდევ ერთხელ შემომხედა და დღემდე მახსოვს მისი სახე, რომ გიჟი ხო არა ხარ მეთქრა, აი სულელი უნდა იყო ადამიანი, რომ ეს აირჩიო, რას მეკითხები. ამ პერიოდში შევამჩნიე, რომ მის ცოლს, ჩემი პაციენტის დედას, ცრემლები წამოვიდა თვალიდან და ხელი მოკიდა და გააჩერა და ერთი რაღაცა უთხრა, რომ კიდევ არ გესმის ეს, რასაც გეკითხება და რას გეუბნება. რამდენიმე წუთში ამ ადამიანს ცოტა ტუჩები აუკანკავდა და რაღაც სიცხვილის გრძნობა ჰქონდა სახეზე. ის მიხვდა, რომ თავის შვილს ერთ დილას არ გაუღვიძია იმის არჩევით, რომ ეს ყველაფერი მიეტოვებინა, რა ცხოვრებაც ჰქონდა და ტანჯვა ერჩია. მას არ აურჩევია უსაფრთხოება, ღირსების და კავშირის დაკარგვა. ამას არავინ არ ირჩევს, როგორც მამამ თქვა, სულელი უნდა იყო ეს, რომ აირჩიო. ცრემლები წამოვიდა და მითხრა, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თითქოს მის ირგვლივ რაღაც ყველაფერი ინგრეოდა და საშინელ ემოციურ ტკივილებს გრძნობდა. მაგრამ ამ მომენტმა შეცვალა ამ ოჯახის სტრუქტურა და ის ზუსტად აქედან დაიწყო განკურნების გზა. მათში. როცა კითხვას რა გჭირს, რატომ აკეთებ, შევცვლით კითხვით, რა გტკივა, რა მოხდა, დამერწმუნე, ყველაფერი შეიცვლება და ზუსტად მაშინ დაიწყება განკურნება. ნივთიერების, როგორც წინ აღწერე, აშლილობა არის ტვინის სტრუქტურის და სისტემის შეცვლა დროთა განმავლობაში. ტვინის ცენტრში, როგორც ერთხელ ADHD-ის ეპიზოდზე ვთქვი, არის ჯილდო სისტემა. და განსაკუთრებით ამაში დიდ როლს ასრულებს ერთ-ერთი ნივთიერება, რომელსაც ქვია დოპამინი. დოპამინი არ არის მხოლოდ, რაც ჩვენ უმრავლესობამ ვიცით, სიამოვნების neurotransmitter ნივთიერება. ის არის ასევე სწავლის და მოტივაციის ქიმიური მექანიზმი. ის ტვინს ასწავლის, რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, დაიმახსოვრე და გაიმეორე, რადგან აი ამ პერიოდში დაგეხმარა. როდესაც ადამიანი განმეორებით იყენებს ნივთიერებას, ტვინი იწყებს გადაადგილებას ამ სიგნალის ირგვლივ. ნივთიერებები თავდაპირველად ხშირად ამშვიდებს შფოთვას, აყუჩებს ტკივილს, ქმნის დროებით შვებას. ტვინი ზუსტად ამ შვებას ძალიან სწრაფად სწავლობს და როცა ისწავლა, უკვე შეწყვეტა აღარ არის მარტივი უკვე. ბრძოლა იწყება უკვე გადაკეთებულ სტრუქტურასთან. აი ჩვენ თუ ამას მივიღებთ
მაშინ უკვე დავინახავთ სხვანაირად. აი მაგალითად დროთა განმავლობაში უკვე ამ ადამიანებში ჯილდოს სისტემა ნაკლებად რეაგირებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნივთიერების გარეშე. სტრესის სისტემა ზედმეტად აქტიურია თუ ნივთიერება არ არის მიღებული. და ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ჩვენ გონია, რომ ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისგებლობაზე, იმპულსების კონტროლზე, გრძელვადიან დაგეგმვაზეა, უკვე ფაქტიურად აღარ მუშაობს, ნაკლებად ეფექტური ხდება. აი ამას ხშირად ეს ადამიანები, ვინც დამოკიდებულები არიან, ძალიან ხშირად იძახიან ამაზე, საუბრობენ ამაზე თავისი ენით. რომ აი მაგალითად ალბათ გაგიგია თუ თქვიათ, რომ აღარც კი მსიამოვნებს, მაგრამ აი ვერ წყვეტავ, ვერ ვაკეთებ ამას. ეს წინააღმდეგობა არ არის ამასთან დაკავშირებით. ეს უკვე ნეირობიოლოგიაა. სწორედ ამიტომ კვლევები მუდმივად აჩვენებენ, რომ ნივთიერების გამოყენების აშლილობა დაკავშირებულია ხანგრძლივ ცვლილებებთან ტვინის ჯილდოს, სტრესის, განწყობის და თვით აღქმის სისტემასთან. ზუსტად ამიტომ არის, რომ მე ამას უწოდე ავადმყოფობა. იმიტომ რომ სტრუქტურა არის შეცვლილი, მაგრამ როგორ შეგვიძლია დახმარება? ზუსტად მაგაში მინდა დაგეხმარო. ზუსტად ამაში არის ჩემი პროფესია, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ გაგიზიაროთ ეს გზები, მოგცეთ ეს ინფორმაცია და ამაზე მინდა ვისაუბრო. ფსიქოლოგიაში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი თეორიული მოდელი, რომელიც გვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ იცვლება ადამიანი ან რა ჭირდება ცვლილებაში. ეს მოდელი გვაჩვენებს, რომ ცვლილება იშვიათად ხდება ერთბაშად. ადამიანი როგორც წესი გადის რამდენიმე ეტაპს და თითოეულ ეტაპზე მას განსხვავებული მხარდაჭერა და მიდგომა სჭირდება. მკურნალობა ნივთიერებასთან და ალკოჰოლისთან ყოველთვის უნდა ემყარებოდეს ერთ მთავარ კითხვას, რომელ ეტაპზე იმყოფება ეს ადამიანი და როგორ შეგვიძლია დაგვეხმაროთ. ეს მოდელი გამოყოფს 5 ძირითად ეტაპს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ეტაპები პირველი, მეორე, მესამე ერთმანეთს მიყვებიან. ზოგჯერ შეიძლება ადამიანი მესამე ეტაპიდან ისევ პირველზე გადავიდეს, ან პირველზე საერთოდ არ იყოს. მაგრამ დაყოფილია 5 ეტაპად. პირველი არის წინა ფიქრის ეტაპი. Pre-contemplation, ესე ქვია. ამ ეტაპზე ადამიანი ჯერ საერთოდ არ ფიქრობს ცვლილებაზე, ის ვერც კი ხედავს პრობლემას. შეიძლება ფიქრობდეს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს. ან შეიძლება უბრალოდ არ იყოს მზად საკუთარ ქცევას, საკუთარ თვისებას, არ საკუთარ ცხოვრებას სხვა მხრიდან შეხედოს. ამ ეტაპზე პირდაპირი ზეწოლა ან მორალური შეფასება ხშირად წინააღმდეგობას აძლიერებს ამ ადამიანებში და უფრო უკან წევს. ამიტომ აქ მთავარი მიზანია ცნობიერების ნელ-ნელა გაზრდა და დიალოგის გახსნა მათთან, ამ ადამიანებთან. მეორე ეტაპი ქვია ფიქრის ეტაპი, contemplation stage. ამ ეტაპზე ადამიანი უკვე იწყებს ფიქრს. ის შეიძლება აცნობიერებდეს, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ ჯერ ბოლომდე მზად არ არის ცვლილებისთვის. ხშირად ეს არის შიგნიდან ბრძოლა, შიდა ბრძოლა. ერთი ნაწილი ადამიანის ამბობს, რომ უნდა შეიცვალოს რაღაცა, მეორე ნაწილი ამბობს, რომ არა, არ არის პრობლემა, ჯერ არ არის ამის დრო. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია უსაფრთხო სივრცის შექმნა, სადაც ადამიანი შეძლებს საკუთარ წინააღმდეგობებზე და შიშებზე საუბარს. მესამე ეტაპია მომზადების ეტაპი. აქ ადამიანი უკვე უფრო ახლოს არის ცვლილებასთან. ის იწყებს ფიქრს კონკრეტულ ნაბიჯებზე, ეძებს ინფორმაციას. შეიძლება უკვე ესაუბროს პროფესიონალს, ან მხარდაჭერას ეძებდეს ოჯახის ან მეგობრების გვერდზე.
ზოგჯერ სწორად აქ იწყება პირველი მცირე ცვლილებები, მაგალითად ნივთიერების გამოყენების შემცირება ან დახმარების მოძიება. ამ ეტაპზე უმთავრესია, რომ ადამიანმა იცოდეს, რომ მარტო არ არის და რომ ჩვენ ვხედავთ, რამხელა ნაბიჯებს დგავენ ისინი. შემდეგი ეტაპი არის მოქმედების ეტაპი. ამ ეტაპზე ცვლილება უკვე ხილულია. ადამიანი აქტიურად ცვლის თავის ქცევას, შეიძლება მკურნალობა დაიწყონ, თერაპიაში შედიან, ჯგუფური მხარდაჭერა აქვთ, ან სხვა რაღაც ინტერვენცია არსებობს იმათ გვერდზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან ყიფე. ამ დროს ადამიანს განსაკუთრებით სჭირდება სტრუქტურა, მხარდაჭერა და სტაბილური გარემო. ეს შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა პირველი 3 ეტაპი. შემდეგ ადამიანი გადადის უკვე შენარჩუნების ეტაპში. ამ ეტაპზე ადამიანი ცდილობს შეინარჩუნოს მიღწეული ცვლილება, რასაც ის მიაღწია. აქ მთავარი მიზანი არის ძველი ქცევების დაბრუნების ან რეციდივის თავიდან აცილება. ადამიანი ფაქტიურად მეოთხე საფეხურზე რაც ისწავლეს, იმ ახალ ცხოვრებას იწყებენ, ახალ წესებს იყენებენ, ახალ სტრატეგიებს, ახალ აიდენტობას ნახულობენ, რომელიც უკვე აღარ არის დამოკიდებულებასთან დაკავშირებული. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ ეს ამ პერიოდში შეიძლება relapse, რეციდივი შეიძლება მოხდეს. მაგრამ მინდა გვახსოვდეს, რომ ეს არის მკურნალობის ნაწილი მხარე. ეს არ ნიშნავს, რომ ის დამარცხდა, ხშირად ეს ნიშნავს, რომ ადამიანს კიდევ ჭირდება მხარდაჭერა და კორექცია. რომ რაღაც კიდევ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ძალიან მინდა გავამახვილო ზუსტად ამ ეტაპთან დაკავშირებით, რაც მე შემიმჩნევია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ ადგილას, როდესაც სუფრის გვერდზე ზიან ხალხი. ძალიან ხშირად არის, რომ ადამიანს უთქვია, რომ არა იცი რა არ მინდა დალევა მიარსვავ და ჩვენ ყოველთვის ჩვენგანს პირადად მეც. შემიძლია მეთქვა, რომ არა ეხა არა უშავს ერთი ჭიქა დალიე. დამერწმუნეთ. თუ ჩვენ შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ ეს ადამიანი რა მდგომარეობაშია და სად არის. და ის ერთი ჭიქა იმისთვის იცი რა არის, რა მნიშვნელობა აქვს შენ ერთ კოვს საწამლავს მისცემ ვინმეს თუ ერთ ჭიქას საწამლავს მისცემ. იმას მაინც წამლავთ ხო იმითი. იმისთვის შეიძლება ერთი ჭიქა აი მახსოვს ბებია ჩემი 100 გრამი არა უშავს 100 გრამი დალიეს ზუსტად ის 100 გრამი შეიძლება იყოს საწამლავი. ამ მოდელის მთავარი მიზანია რომ დავინახოთ რომ ადამიანები იცვლებიან ეტაპობრივად. და თუ ჩვენ არ გვესმის სად იმყოფება ადამიანი ამ პროცესში, ჩვენი დახმარება შეიძლება არასწორ დროს, არ არასწორი ფორმით მოხდეს. ურთულესია ოჯახის წევრებისთვის ამ პროცესში გავლა. თქვენთანაც სირცხვილი ჩნდება, თქვენთანაც შიში ჩნდება, მაგრამ როდესაც ზრუნვა გაჩნდება, როდესაც ადამიანი გაიხლიჩება ქცევისგან და უკვე სხვა მხარეს გადავა, თუნდაც იმ სიტყვებს, რომ თქვენ ის გიყვართ, თუნდაც ის სიტყვებს, რომ თქვენ გინდათ მათთან დახმარება, უკვე სხვანაირად იქნება დანახული, შეიძლება ეს ძალიან ხშირად დაგჭირდეთ ამის გამეორება და პირველ რიგში ზუსტად ეს პროცესი თქვენთვისაც დახმარებაა. თქვენი განკურნაც უკვე ამით იწყება. თქვენი დახმარებაც აქედან იწყება. ბევრი ქვეყნები, განსაკუთრებით დასავლური ქვეყნები და განვითარებული სამყარო, სხვანაირად ებრძვის ამ სფეროს, რაც იყო თქვათ 20-30 წლის წინ. წარსულში თითქმის ყველა ქვეყანაში დამოკიდებულებას უყურებდნენ როგორც დანაშაულს. და ამისთვის ამ ადამიანებს ჯიდნენ ციხეში წასვლით. ბოლო რაღაც 15 შეიძლება უკვე 20 წელიც იყოს, ამასთან მიდგომა შეიცვალა.
ევროპის ქვეყნებში, როგორც მე ვიცი, რამდენიმე ქვეყანაში და ამერიკაში დამოკიდებულება უკვე აღიქმება როგორც ქრონიკული ჯანმრთელობის მდგომარეობა. რას ნიშნავს ახლა ეს? კიდევ ერთხელ, მე რაც გაგიზიარეთ, ყველაფერი კვლევასთან და თეორიასთან არის დაკავშირებული და ზუსტად ამ კვლევებმა აჩვენეს ერთი მკაფიო რამ. როდესაც ადამიანები ისჯებიან მკურნალობის ნაცვლად, შედეგები უფრო უარესდება. სტიგმა აყოვნებს დახმარების ძიებას. შიში ზრდის საიდუმლოებას. კრიმინალიზაცია აშორებს ადამიანებს განკურნებისგან. და ეს ყველაფერი არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ეკონომიურად ანადგურებს ქვეყანას. პოლიტიკურად ანადგურებს ქვეყანას. ეს ყველაფერი ამიტომ არის, რომ უნდა იყოს სტრუქტურულად შეცვლილი. ბოლო 20 წელიწადია ძალიან ბევრი რამე შეიცვალა მკურნალობასთან დაკავშირებით. არის ფაქტორები, რაც აუმჯობესებს შედეგებს. და ეს მინდა გაგიზიაროთ, ესენი არის ადრეული სკრინინგი, ინტეგრირებული მკურნალობა, ზოგჯერ მედიკამენტური მხარდაჭერა და ზიანის შემცირების სტრატეგიები. ეს არც ერთი, რაც ახლა მე ჩამოვახალიბე, არ ნიშნავს მობიერებას. ეს ნიშნავს სტრუქტურულ სამედიცინო მიდგომას. მაგალითად, როგორც დიაბეტი ან დეპრესია. ესეც ამ სფეროსაც ასევე სჭირდება ხანგრძლივი ზრუნვა, ხანგრძლივი მკურნალობა და არა დასჯა. მაგალითად, რამდენიმე მიდგომა არსებობს. ერთი არის დიტოქსიკაცია, მაგრამ დიტოქსი მარტო მკურნალობა არ არის, რაც ძალიან ხშირად გამიგია საქართველოში, რომ ეს ადამიანი დიტოქსია წასული. ეს არის დასაწყისი მხოლოდ. რეაბილიტაციის გაგრძელება არის აუცილებელი. ამ პერიოდში ადამიანები სწავლობენ, როგორ დაეხმარონ თავიანთ ტვინს, როგორ მართონ შიშები და ლტოლვა და როგორ აღადგინონ ურთიერთობები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე არსებობს მედიკამენტების გამოყენებაც. ზოგიერთ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანებისთვის მედიკამენტების გამოყენება ფაქტიურად სიცოცხლის გადამრჩენელი ფაქტორია. მკურნალობა ნივთიერებასთან დამოკიდებულებაზე და ალკოჰოლიზმზე არის ძალიან პირადული ნაბიჯი, პირადული პროცესი. ის ადამიანები, რომელიც საჯაროდ აზიარებენ თავიანთ ბრძოლას და თავიანთ წარსულს და თავიანთ დღევანდელ ცხოვრებას, ჩემ თვალში არიან გმირები, რადგან ეს ყველაფერი ამცირებს სტიგმას. ეს ყველაფერი ასევე უჩენს იმედს ადამიანებს, ვინც ამ ბრძოლაში ან შედიან, ან აპირებენ, რომ შევიდნენ. მაგრამ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყველასთვის, რომ ამას სჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე და პასუხისგებლობა. უნდა გავითვალისწინოთ ამაში, როგორ გავაზიაროთ საჯაროდ ძალიან ბევრი ფაქტორები. მაგალითად, ერთი ფაქტორია, თუ ამ ადამიანს ყავს მცირეწლოვანი შვილი. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ბავშვის უსაფრთხოებაზე. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ბავშვის მომავალზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ამ ბავშვს შეეხოს დღეს, ან ხვალ, ან მათ მომავალში. ამიტომ ალბათ ყოველთვის უკეთესი იქნება შენ ჯერ პირველად შენ ოჯახში დააბალანსო, გაიარო ეს ყველაფერი, თუ შენ ოჯახში არსებობს სტიგმა, ეს სტიგმა შენ ოჯახში დაანგრიო და შემდეგ გამოიტანო საზოგადოებაში. განკურნებაში ზოგჯერ ყველაზე დიდი ძალა სწორედ იმაშია, რომ ადამიანი თავის გზას შვიდად, დაცულად და მხარდაჭერით გადის. ბოლოს რაც მინდა გითხრათ, ეს მინდა მიმართო ნივთიერების გამოყენების ადამიანებს, რომ შენ არ ხარ სუსტი, შენ არ ხარ გატეხილი და შენ მარტო არ ხარ. მე პირადად შენ გხედავ. მინდა ასევე მიმართო იმ ოჯახებს, რომლებსაც დღეს ყავთ ოჯახის წევრი, რომელიც ამ ბრძოლაშია.
მინდა გითხრათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ტანჯვას არ ირჩევს. ის ძალიან ხშირად ებრძვის რაღაცას, რაც გარედან სრულიად უხილავია. და ამიტომ ვიცი, რა მხელა ტკივილია თქვენში. მაგრამ გარწმუნებთ, რომ გაგება განკურნებას იწყებს. გაგება იწყება მაშინ, როცა განსჯას სვლით მეცნიერებით და ბრალდებას სვლით ზრუნვით. ნამდვილი ცვლილება იწყება, როცა ადამიანს აღარ უყურებთ როგორც პრობლემას, არამედ როგორც ადამიანს, რომელსაც ჭირდება მხარდაჭერა, უსაფრთხოება და იმედი. დიდი მადლობა დღევანდელი მოსმენისთვის და ალბათ თუ ერთ ადამიანს ან ერთ ოჯახს მაინც რაღაც ინფორმაცია მოგაწოდეთ დღეს, მე ესე იგი მიმიღწევია იმისთვის რა გეგმაც მქონდა. ეს უდიდესი დამსახურებაა და დიდი მადლობა ამისთვის. მე ასევე მინდა გთხოვოთ, რომ გავზარდოთ ჩვენი საუბარი, უფრო მეტი შევიქმნათ აქ და ამისთვის გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube-ი, ქვემოთ კომენტარებში იქნება ლინკი, რომ უფრო მეტი ვისაუბროთ და გავაგრძელოთ სტიგმის დარღვევა თითქმის ყველანაირ ფსიქოლოგიურ სფეროსთან დაკავშირებით. მადლობთ და შემდეგ შეხვედრამდე.